გამარჯობა და კეთილი იყოს შენი მომბრძანება ჩვენს მორიგ სიღრმისეულ განხილვაში. დღეს მინდა რაღაც სრულიად უჩვეულო წარმოიდგინო. კი, საკმაოდ განსხვავებული თემა გვაქვს დღეს. ხო, აი, როდესაც რიცხვებზე ფიქრობ, ალბათ შენც ჩემსავით თვალწინ გიდგება რაღაც მოსაწყენი სიმრავლეები, არა? ნამდვილად. დაფაზე მიწერილი, უსასრულო, მშრალი მონაცემები, რომლებიც თითქოს არაფერს გვეუბნება. მაგრამ მოდი ერთი წამით დაუშვათ ასეთი რამ. რა მოხდება, თუ კი რიცხვები რეალურად არიან, აი როგორ თქვა, ცოცხალი, ფეთქავი მექანიზმი. საინტერესო კუთხეა. მექანიზმი, რომელსაც თავისი საკუთარი გულისცემა და რითმი აქვს. დღევანდელი ჩვენი სიღრმისეული ანალიზის მისია სწორედ ამის გარკვევაა. ზუსტად ეგ არის ჩვენი მიზანი. ჩვენ წინ გვიდევს უკიდურესად საინტერესო წყაროების დასტა. ერთი ავტორის, რომელიც დათოს სახელით არის ცნობილი. ჩანაწერები. იქ არის უამრავი გრაფიკი და პითონის კოდებიც კი. ჩვენი მიზანია გავშიფროთ ეს მასალა, რომელიც გვთავაზობს მარტივი რიცხვების სრულიად ახალ გეომეტრიულ და ტალღურ ხედვას. კი, ზუსტად. და სანამ უშუალოდ დეტალებში გადავეშვებით, მინდა ერთი რამ გითხრა და დაგამშვიდო შენ, ვინც ახლა გვისმენ, საერთოდ არ გჭირდება იყო მათემატიკოსი ან პროგრამისტი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაიგო. ხო, ნამდვილად არ ვაპირებთ მშრალი ფორმულების კითხვას. აქ მთავარია დავინახოთ ფართო კონტექსტი. ხო იცი, საუკუნეების განმავლობაში მათემატიკოსები მარტივ რიცხვებს უყურებდნენ როგორც ერთგვარ ქაოსურ, ამოუხსნელ ხვრელებს რიცხვთა ღერძზე. თითქოს ყოველგვარი წესრიგის გარეშე ჩნდებიან. ზუსტად. მაგრამ ის მასალა, რასაც დღეს განვიხილავთ, გვიჩვენებს, რომ ეს ეგრეთ წოდებული ქაოსი სინამდვილეში ულამაზეს მკაცრ კანონზომიერ სტრუქტურებს ქმნის. უბრალოდ აქამდე არასწორი კუთხით უყურებდით. მოდით დეტალურად განვიხილოთ ეს. პირველ რიგში მსმენელო მინდა გთხოვა, რომ სრულიად დაივიწყო ტრადიციული წრფივი რიცხვთა ღერძი. აი ის სკოლაში რო გვასწავლიდნენ. ეგ. უსასრულო სწორი ხაზი, სადაც რიცხვები ერთმანეთის მიყოლებით უსასრულოდ არის ჩამწყრივებული. მოდი წარმოსახვა ჩართოთ. რა მოხდება თუ ამ მოსაწყენ ხაზს ავიღებთ და მას გადავაქცევთ 6 სხივიან სივრცეთ? ამას მათემატიკაში მოდულექსის სისტემას უწოდებენ. და როგორ უნდა წარმოვიდგინოთ ეგ პრაქტიკულად? ყველაზე მარტივი გზა ამის წარმოსადგენად არის კვირის დღეების ანალოგია. ჩვენ ხომ გვაქვს 3 დღიანი კვირა. თუ დღეს ორშაბათია, ზუსტად 7 დღის შემდეგ ისევ ორშაბათი იქნება. ლოგიკურია. ახლა წარმოიდგინე, რომ ჩვენ გვაქვს 6 დღიანი კვირა. წყაროებში ამ მოდელს ჰექსადური მარტივი რიცხვების რუკა ქვია. წარმოიდგინეთ ცენტრიდან გამომავალი 6 სხივი, როგორც ველოსიპედის ბორბლის 6 რადიუსი. პირველ სხივზე ვსვამთ 1-ს, მეორეზე 2-ს და ასე შემდეგ 6-მდე. მოიცა, ანუ ფაქტობრივად რიცხვების წრფივი ხაზი დავჭერით და რულეტივით დავახვიეთ ამ 6 სხივზე. სწორია. თუ 6-მდე მივედით, მე-7 რიცხვი სადღა მიდის? მანდ მივდივართ. მე-7 რიცხვი ჯდება ისევ პირველ სხივზე, ზუსტად ერთიანი ზემოთ. მერვე ჯდება ორიანი ზემოთ და ასე გრძელდება უსასრულოდ. ანუ სივრცე იყოფა 6 60 გრადუსიან მიმართულებად და რიცხვები სპირალურად ეხვევიან ამ სხივებს. ზუსტად. და წყაროში არის კიდევ ერთი ძალიან უცნაური დეტალი. ცენტრში, საიდანაც ეს სხივები გამოდის, ნულის ნაცვლად ავტორი აყენებს რიცხვ 5-ს. ნულის მაგივრად 5? კი, ეგ არის მისი ახალი უჩვეულო საწყისი წერტილი. ეგ მართლა საინტერესოა, 5 როგორც ცენტრი. და როცა ამ 6 სხივზე ვახვევთ მთელ რიცხვთა სამყაროს, რა ემართებათ მარტივ რიცხვებს? აი მან ხდება ნამდვილი სასწაული. როგორც კი რიცხვებს ამ 6 დღიან სისტემაში განვალაგებთ, 3 ზემოთ არსებული თითქმის ყველა მარტივი რიცხვი იწყებს განლაგებას მხოლოდ და მხოლოდ 2 სხივზე. ანუ დანარჩენი 4 სხივი? აბსოლუტურად ცარიელია მარტივი რიცხვებისგან. ჩვენი კვირის ანალოგია რომ გავაგრძელოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მარტივი რიცხვები ჩნდებიან მხოლოდ თქვათ სამშაბათს და ხუთშაბათს. სხვა დღეებში ისინი უბრალოდ არ არსებობენ. დაელოდე, მინდა კარგად გავიაზრო.
მილიონამდეც რომ ავიდეთ, იმ 4 სხივზე არც ერთი მარტივი რიცხვი არ იქნება? არც ერთი. მთელი ეს მათემატიკური სიცოცხლე ჩქეფს მხოლოდ ორ ერთმანეთის საპირისპირო ხაზზე. ეს არის ეგრეთ წოდებული 6k-1 და 6k+1 ფორმატის ხაზები. როდესაც ამას ვიზუალურად უყურებ გრაფიკებზე, უბრალოდ შოკის მომგვრელია. მართლა. ხედავ ცენტრს, სადაც ხუთიანი ზის და მისგან გამოდის ორი უზარმაზარი სიცოცხლით სავსე მაგისტრალი, რომელზეც ყველა მარტივი რიცხვია ჩამწკრივებული. ეგ მართლაც ცვლის ყველაფერს. თითქოს სამყარომ რაღაც სპეციალური დერეფანი გაიყვანა მათთვის. აი, აქ ხდება ყველაფერი, მართლაც საინტერესო. აბა გისმენ. ჩვენ წყაროებში ავტორი გვთავაზობს სტრუქტურის კიდევ უფრო გართულებას. ჩვენ ხომ უკვე გვაქვს ეს 6 სხივი. ახლა ავტორი გვეუბნება, მოდი რიცხვებს ერთმანეთისგან თანაბარი დაშორებით კი ნუ დავსვათ, არამედ გამოვიყენოთ ლოგარითმული პრინციპი. ანუ ლოგარითმული რადიუსი. კი. მსმენელო, წარმოიდგინე გრძელი გვირაბი. როცა გვირაბში იყურები, რაც უფრო შორს არის ნათურები, მით უფრო ახლოს გეჩვენება ისინი ერთმანეთთან, ხო ასეა? დისტანცია ვიზუალურად იკუმშება. ზუსტად ასე ვაკეთებთ აქაც. ყოველი მომდევნო რიცხვი ცოტათი უფრო ახლოს ჯდება წინასთან, ვიდრე მანამდე. რას იწვევს ეს ამ 6 სწორი სხივის შემთხვევაში? ეს სხივები იწყებენ მოკეცვას. წარმოიდგინე, რომ ისინი ელასტიურია. როცა მანძილებს ლოგარითმულად ვკუმშავთ, ეს სწორი ხისტი სხივები დრეკადი ხდება და იკეცება ულამაზეს 6-ფურცლიან სტრუქტურად. მართლა, ყვავილს ემსგავსება. ზუსტად. წყაროებში ამ ვიზუალს ავტორი მარტივი რიცხვების ლოგარითმულ ყვავილს უწოდებს. მაგრამ ის კიდევ უფრო შორს მიდის და ამატებს ერთ მექანიზმს ფაზის ნელბრუნვას. მოიცა, ფაზის ნელი ბრუნვა, სხვათა რთულად ჟღერს. როგორ წარმოვიდგინოთ ეს პრაქტიკულად? საათის ისარივით რომ ტრიალებს. კი, ზუსტად ეგრე. წარმოიდგინე საათის ისარი, რომელიც ცენტრშია დამაგრებული, ყოველ ახალ რიცხვზე, რომელსაც სკალაზე ვსვამთ, ეს ისარი გადაინაცვლებს დაახლოებით მესამედი წრით. ანუ ვსვამთ რიცხვს, ისარი ტრიალდება. ვსვამთ მომდევნოს, ისევ ტრიალდება. გასაგებია. ეს უწყვეტი ტრიალი და რიცხვების დამატება ერთად ქმნის იმას, რასაც მათემატიკაში ფერმას სპირალს ეძახიან. ეგ ისაა თოქს, რომ მიწაზე წრილად ახვევენ და ნელ-ნელა დიდდება? დაახლოებით ეგ არის, სადაც ყოველი ახალი წრე დაახლოებით ერთი და იმავე ფართობით იზრდება. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, თუ რას გავს ეს ფაზური ბრუნვით მიღებული სპირალი ბუნებაში. იცი რას? მზესუმზირას. კი, მზესუმზირის ყვავილის გულს. იმ ნაწილს, სადაც თესლებია განლაგებული. წყაროში ამ გრაფიკს პირდაპირ მარტივი რიცხვების მზესუმზირა ჰქვია. მაგ გრაფიკმა გფილდოფირ გამაოცა. რიცხვები მთელ სიბრტყეს ავსებენ, ისევე როგორც თესლები მზესუმზირაში, მაგრამ მარტივი რიცხვების შემთხვევით კი არ არიან გაფანტულები. ისინი ქმნიან რკალებს და მკვრივ ზოლებს. თითქოს რაღაც უხილავი ძალა კრავს. ნამდვილად, პლუს ამას, იქ ჩანს რაღაც რადიალური დერეფნებიც. ეს დერეფნები რას ნიშნავს? ეს დერეფნები არის გაყოფადობის კვალი. წარმოიდგინე მზესუმზირა, სადაც თესლები უბრალოდ კი არ იყრება, არამედ ისინი, რომლებიც იყოფა თქვათ 5-ზე ან 7-ზე, ქმნიან ხაზებს. შენ ახსენე უხილავი ძალა და ეს ძალიან სწორი სიტყვაა. ჩვენ ხედავთ, რომ სუფთა მათემატიკური აბსტრაქცია და ბუნების ბიოლოგიური კანონები ფაქტობრივად ერთსა და იმავე ენაზე საუბრობენ. ეგ არის ყველაზე მთავარი. შენ, მსმენელო, ალბათ ხვდები, რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველთვის გვეგონა, რომ მათემატიკა ჩვენი მოგონილია, მაგრამ აქ ხედავთ, რომ ბუნებაც იყენებს მოდულ X და ფაზურ ბრუნვას თავისი სტრუქტურების ასაშენებლად. ეგრეა. მაგრამ მოდი, კიდევ უფრო ღრმად ჩავიდეთ. წყაროებში არის ერთი მონაკვეთი, რომელიც რიცხვების ფიზიკაზე საუბრობს. შენ წეღან თქვი, რომ მარტივ რიცხვებზე როგორც ხვრელებზე ფიქრი არასწორია. აბა რა არის სინამდვილეში ეს რიცხვები? თუ ამ ყველაფერს უფრო ფართო სურათს დაუკავშირებთ, მივალთ სრულ პარადიგმის ცვლამდე. ავტორის მიხედვით მარტივი რიცხვები არ არის უბრალოდ წერტილები ან ცარიელი ადგილების სივრცეში. აბა რა არიან? ისინი არიან მდგარი ტალღები ამ ჰექსადურ მესერში. როდესაც ჩვენ ვაშენებთ სპირალს, ფაქტობრივად ვაგებთ უწყვეტ ტალღას, სადაც ყოველი რიცხვი ტალღის ახალი ფაზაა. მოდი ეს ფიზიკის, კონკრეტულად კი მუსიკის ანალოგიით აუხსნათ ჩვენს მსმენელს. წარმოიდგინე გიტარის ან ნებისმიერი სხვა სიმიანი ინსტრუმენტის სიმი.
როდესაც სიმს ჩამოკრავ, მასზე ტალღები იწყებენ სირბილს ერთი ბოლოდან მეორემდე. ზუსტად. ახლა რიცხვთა მიმდევრობა ზუსტად ამ ტალღის ვიბრაციას ქმნის, მაგრამ რა ხდება, როცა საქმეში ერთვება ისეთი რიცხვები, რომლებიც რაღაცაზე იყოფა? ანუ შედგენილი რიცხვები. ეგ შედგენილი რიცხვები ქმნიან ინტერფერენციას. მუსიკალური ენით რომ თქვათ, ეს არის ის მომენტი, როცა გიტარის სიმს თითს დაადებ და სხვადასხვა სიხშირეები ერთმანეთს ეჯახება. და ტალღა ფუჯდება. კი, ზოგიერთ ადგილას ტალღა სრულიად აქრობს თავის თავს. შესაბამისად, მარტივი რიცხვები გამოდიან რეზონანსული კვანძები. ეს არის ის წერტილები სიმზე, სადაც ტალღა არ ინგრევა. ანუ მარტივი რიცხვები არიან ის სუფთა ნოტები, რომლებიც ამ ქაოსში გადარჩნენ და ხმამაღლა ჟღერენ. ეს უბრალოდ ფანტასტიკურია. მაგრამ მაქვს ერთი ლოგიკური კითხვა. გისმენ. რატომ მაინც და მაინც 6? რატომ იყო იმ საწყის სტრუქტურაში 6 სხივი და არა 4, 8 ან 10? რატომ არის მზესუმზირაც და ეს რეზონანსიც 6-იანზე მიბმული? რაც აქ ყველაზე მომაჯადოებელია არის ის, რომ წყაროებში ავტორი აკეთებს შესანიშნავ ექსპერიმენტს. ის ცდის სხვა რიტმებსაც. წარმოიდგინეთ, ტალღა რომ აგვეგო ორიან სისტემაში, ორობითი კოდივით. რიცხვი 2 უბრალოდ კლავს ტალღას. ანგრევს რეზონანსს. კი, ზედმეტად ხისტი და მარტივია. თუ ავიღებთ 3-ს, ის ყველაფერს წრფივ, სწორხაზოვან ნაკადად აქცევს. ფაზა ბრტყელდება და სპირალური სტრუქტურა საერთოდ იკარგება. ანუ 2 არის ზედმეტად მოკლე სიმი და 3 კიდევ ზედმეტად დაჭიმული. შეგვიძლია ეგრეც ვთქვათ, ხოლო 6 არის ფაზური ჰარმონიის იდეალური კომპრომისი. ის ინარჩუნებს სიმის მოქნილობას, აძლევს ტალღას საშუალებას, რომ იმოძრაოს და ქმნის ზუსტად იმ სტაბილურ კვანძებს, რომლებსაც ჩვენ მარტივ რიცხვებს ვეძახით. ეს ნამდვილად რიცხვების ცოცხალი მექანიკაა. და ახლა ჩვენ გადავდივართ წყაროების კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილზე. ჰექსადური ჰარმონიის თეორემაზე ალბათ. ზუსტად, სივრცის ჰექსადური ჰარმონიის თეორემა. როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა, მთელი ამ სივრცის ბაზისი აშენებულია 2-სა და 3-ზე. ავტორი ამბობს, რომ 2 და 3 მოქმედებს როგორც უარყოფითი პოლუსები, მაგნიტის მინუსებივით, ხოლო 5 არის ნეიტრალური პოლუსი. კი, და მანდ არის ფორმულა 2a + 3b. მაგრამ მოდი, ეს არ წავიკითხოთ როგორც სკოლის განტოლება. აბა, როგორ შევხედოთ? შევხედოთ ამას როგორც კოორდინატთა სისტემას, რუკას. თეორემა გვეუბნება, რომ 5-ზე დიდი ნებისმიერი მარტივი რიცხვი შეგიძლია იპოვო ამ რუკაზე ზუსტი მისამართით. ეს მისამართი შედგება e და b ნაბიჯებისგან, 2-იანი ნაბიჯები და 3-იანი ნაბიჯები. ანუ შენ მეუბნები, რომ ყოველ მარტივ რიცხვს აქვს თავისი GPS კოორდინატი, რომელიც შედგება მხოლოდ 2 და 3 ნაბიჯის კომბინაციებისგან. ზუსტად ეგრეა, მაგრამ აქ მთავარი ჯადოქრობა იცი რა არის. ამ მისამართებში ნაბიჯები მკაცრად მონაცვლეობენ ლუც და კენტ მნიშვნელობებს შორის. ერთხელ ლუწია, მერე კენტია. კი, მერე ისევ ლუწია. ანუ იქ არის რაღაც იდეალური შინაგანი რიტმი, რომელიც არასოდეს არც ერთ შემთხვევაში არ ირღვევა. ეგ გასაგებია, მაგრამ წყაროში არის კიდევ ერთი ტერმინი, რამანუჯანის ნაშთი და რაღაც დელტა გაწმენდა. მოდი ცოტა შევანელოთ. ვინ არის რამანუჯანი ამ კონტექსტში და რა უნდა გავწმინდოთ? რამანუჯანი იყო გენიალური მათემატიკოსი, რომელიც ხედავდა ისეთ კავშირებს, რასაც სხვა ვერ ამჩნევდა. დათოს წყაროებში მისი ნახსენები მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს ფარული კანონზომიერებები, რომელთა პოვნაც ალგორითმით შეიძლება. და გაწმენდა რას ნიშნავს? გახსოვს ჩვენი 2 მაგისტრალი, სადაც მარტივი რიცხვები ცხოვრობდნენ, 6k-1 და 6k+1. კი, ჩვენი საქსდღიანი კვირის სამშაბათი და ხუთშაბათი. ზუსტად ეგ. პრობლემა ის არის, რომ ამ მაგისტრალებზე ხანდახან ისეთი რიცხვები წხვდებიან, რომლებიც არ არიან მარტივი. მაგალითად ისინი, რომლებიც ბოლოვდება 5-ზე და იყოფა 5-ზე. მათ მკვდარ ან ყალბ რიცხვებს ვეძახით, რადგან ისინი მაგისტრალზე კი დგანან, მაგრამ რეზონანსს არღვევენ. ანუ ფაზური დაძაბულობის წერტილებია ტალღაში, თითქოს მექანიზმში გაჭედილი ქვა. აი ზუსტად. და ეს დელტა გაწმენდა ალგორითმია, რომელიც ამ ქვას იღებს. ეს ალგორითმი პოულობს ამ ყალბ რიცხვებს და ამატებს მათ, ეწოდება დელტას. ძალიან პატარა ბიცკს +2 ან +4 ერთეულს. და მერე რა ხდება? გასაოცარი ის არის, რომ ამ მარტივი ჩარევით, ამ მიკროსკოპული ბიძგით, ის ამ მყდარი რიცხვების 12.5%-ს პოტენციურად მარტივ რიცხვებად გარდაქმნის, აგდებს მათ სწორ რეზონანსულ კვანტში.
საბოლოოდ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს ხო იმას ნიშნავს, რომ ეს რიცხვები, რომლებიც მანამდე უბრალოდ ნაგავი გვეგონა, რეალურად შეგვიძლია გამოვასწოროთ, ჩვენ რიცხვებს ვაძლევთ მეორე შანსს. კი, ეგრე გამოდის. ეს არ არის სტატიკური, გაყინული გეომეტრია, ეს არის დინამიკური ნაკადი. როდესაც ჩვენ ამ დელტა გაწმენდას ვიყენებთ, ჩვენ ფაქტობრივად ამ დაძაბულობას ვასწორებთ ხსნით სტრეს სისტემაში. ძალიან ზუსტი შედარებაა. ჩვენ ვასწორებთ ფაზას. და როდესაც ამ ყველაფერს ვაჯამებთ და უფრო მაღალიდან ვუყულებთ, მივდივართ ერთ ძალიან ფართო დასკვნამდე, რომელიც წყაროებშია ხაზგასმული. აბა ვთქვათ ეგ დასკვნაც. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ კონკრეტულად მარტივ რიცხვებზე, მაგრამ წყარო გვეუბნება, რომ ამ სპირალის მექანიზმის გამოყენება ნებისმიერი ციფრული მიმდევრობით არის შესაძლებელი. ნებისმიერი, ანუ 1 2 3 4 რო ავიღო უბრალოდ? ნებისმიერი. შენ შეგიძლია აიღო ფიბონაჩის რიცხვები, შეგიძლია აიღო კვადრატები, ვთქვათ 2 9 13. ნებისმიერი მიმდევრობა შეიყვანო ამ X-ფაზიან ბრუნვაში და სპირალი ყოველთვის აუცილებლად გამოავლენს მათში არსებულ ფარულ სტრუქტურებს. ვაუ! ეს ნიშნავს, რომ თავად ეს გეომეტრიული სპირალი არის უნივერსალური ფაზური პროექტორი. წარმოიდგინე ის როგორც კინოპროექტორი, რომელიც კედელზე ანათებს. ზუსტად. ეკრანია, რომელშიც თუ შეუშვებ რიცხვებს, ისინი თავიანთ ჭეშმარიტ შინაგან არქიტექტურას დაგანახებენ. ეს მართლაც წარმოუდგენლად ღრმა კონცეფციაა. და აი აქ მსმენელო ჩვენი დღევანდელი სიღრმისეული ანალიზის დასასრულს მინდა ერთი ძალიან პროვოკაციული ფიქრი დაგიტოვო დასაფიქრებლად. მოდი ლოგიკურად მივყვეთ. მივყვეთ. თუ კი ამ სპირალ პროექტორს მართლაც შეუძლია ნებისმიერი რიცხვთა მიმდევრობის სტრუქტურის ჩვენება და თუ კი მარტივი რიცხვების ეს ულამაზესი სტრუქტურა კონკრეტულად ჩვენს მიერ არჩეული 6-იანი ფაზის დამსახურებაა, ეს ბადებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას. რომელს? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მარტივი რიცხვების საიდუმლო თავად ამ რიცხვებში კი არ იმალება, არამედ იმაში, თუ რა გზით ვაკვირდებით მათ? ეგ ძალიან მაგარი კითხვაა. არის თუ არა მათემატიკა რაღაც ცივი ობიექტური რეალობა, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს სადღაც კოსმოსში. თუ ის უბრალოდ ჩვენი დაკვირვების მეთოდის, ჩვენივე არჩეული ფაზური პროექტორის, ჩვენი ლინზის ანარეკლია. იქნებ სამყარო იცვლება და ახალ ფორმებს იღებს ზუსტად იმის მიხედვით, თუ რა კუთხით, რა რიტმით ვუყურებთ მას. ნამდვილად, საფიქრალია. მოირგე ეს აზრი, იფიქრე ამაზე დღეს საღამოს და ეცადე შეხედო შენს გარშემო არსებულ სამყაროს სრულიად სხვა კუთხით. ყველაფერი შეიძლება ბევრად უფრო დაკავშირებული იყოს ერთმანეთთან, ვიდრე ერთი შეხვედრით ჩანს. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ჯერზე ახალი საინტერესო წყაროებით. დროებით. დროებით, შეხვედრამდე.